მოგესალმებით მეგობრებო, დღევანდელ ვიდეოში მინდა თქვენთან ერთად განვიხილო 2025 წლის, მე ვიტყოდი, რომ ერთ-ერთი, ყველაზე საუკეთესო თუ არა, ერთ-ერთი ყველაზე კარგი ფსიქოლოგიური თრილერი. ვიცი რომ ამ ფილმს აღწერაში უწერია ჰორორი, მაგრამ ჩემი აზრით და ალბათ ვინც ფილმი ნახეთ, თქვენი აზრითაც ეს ყველაზე ნაკლებად არის ჰორორი და უფრო მეტად არის ფსიქოლოგიური თრილერი. გარკვეული ჰორორის ელემენტებით. მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო და გავწელო შესავალი, რადგან ალბათ ისედაც მსხვილი ვიდეო გველოდება წინ. დღეს ვისაუბრებთ ზაკ გრეგერის ფილმზე იარაღები. გავშლით ძალიან ბევრ თემას, რომელიც ფილმშია, შევეხებით რეჟისორის ინსპირაციას, სიმბოლოებს, დასასრულს და მოკლედ ვეცდები რომ თქვენთან ერთად კარგად ჩავშალო ფილმი. მოკლედ, კარგად მოკალავდით, მოიწონეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და დავეშვით. Are you watching? კარგი, მოდი თავდაპირველად ვისაუბროთ თავად რეჟისორის ინსპირაციის წყაროზე. რატომ გადაწყვიტა ზაკ გრეგერმა ასეთი უცნაური და განსხვავებული ფილმი გადაიღო? საკმაოდ საინტერესო ქვეტექსტებით და სიმბოლოებით. მოკლედ, ზაკ გრეგერს დიდი ხნის წინათ ძალიან მტკიცე მეგობრობა ჰქონდა ერთ-ერთ ამერიკელ კომიკოსთან, რეჟისორთან, მუსიკოსთან და მსახიობთან ტრევორ მურთან, რომელიც ძალიან მოულოდნელად და ტრაგიკულად გარდაიცვალა. სწორედ ამიტომ იმისათვის, რომ ზაკ გრეგერს ამ ტრაგედიით გამოწვეული ტკივილი როგორმე გაენეიტრალებინა, გამკლავებოდა და შეგუებოდა მას, ადგა და უბრალოდ დაიწყო წერა. თავდაპირველად ეს სცენარი, რასაც წერდა, არ ყოფილა გათვლილი, რომ ფილმს დაედებოდა საფუძვლად. კრეგერმა უბრალოდ გადაწყვიტა თავისი ემოციები, უშუალოდ გულიდან წამოსული გრძნობები ფურცელზე დაეწერა. როგორც ჩანს, ეს იყო მისთვის ხსნის და შვების მომგვრელი მოქმედება. ფაქტობრივად ამ სცენარით ზაკმა გვაჩვენა თუ როგორ უმკლავდებოდა იგი უახლოესი მეგობრის დაღუპვით გამოწვეულ ტკივილს და სევდას. როგორც თავად აღნიშნა, ეს ჩემთვის ძალიან პერსონალური და პირადი ფილმიაო, რომელიც დაცლილია ყოველგვარი პოლიტიკური მესიჯებით და სათქმელით. ეს არის ის, რაც მე გავიარე ამ დროის განმავლობაში. ხო, ტრევორ მორი აივნიდან გადმოვარდნა ემსხვერპლა და ასე დარჩა ზაკ გრეგერი მარტო, უახლოესი მეგობრის და პარტნიორის გარეშე. თავად ზაკ გრეგერს დიდი ხნის განმავლობაში სერიოზული პრობლემები ჰქონდა ალკოჰოლიზმთან დაკავშირებით, იმ მარტივი მიზეზის გამოც, რომ მას ზრდიდა ალკოჰოლიკი მამა. ვინც ფილმი ნახეთ, გეცოდინებოთ, რომ სიუჟეტი 6 სხვადასხვა ნაწილად და პერსპექტივად არის გადმოცემული. 6-ვე სიუჟეტი ეკუთვნით სხვადასხვა პერსონაჟებს და თხრობა სწორედ რომ ამ პერსონაჟების პერსპექტივებიდან მიმდინარეობს. ამასთან ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ფილმისთვის და რეჟისორისთვის. როგორც ერთ-ერთმა მსახიობმა, ჯოშ ბროლინმა, ანუ ჩვენთვის თანოსმა, ინტერვიუში ისაუბრა, როდესაც ზაკმა მას სცენარი წააკითხა, მან ასევე უთხრა, რომ თითოეული თავი ამ სცენარისა და ფილმისა არის მისი კონკრეტული რეაქცია და ემოცია უახლოესი მეგობრის დაკარგვის შემდგომ. ანუ ფილმში არის 6 სხვადასხვა თავი, 6 სხვადასხვა პერსონაჟი და 6 სხვადასხვა რეაქცია მიმდინარე მოვლენებზე. გამოდის, რომ ამ ფილმით ჩვენ უშუალოდ ზაკ გრეგერის გონებაში უმოგზაურობთ. ძალიან ახლოს მივდივართ მის ემოციურ და მენტალურ მდგომარეობასთან. პირველი პერსონაჟი, რომლის პერსპექტივიდაც ვეცნობით მოვლენებს, ეს არის ჯასტინი. ჯასტინი, მასწავლებელი, უბრალო სკოლის მასწავლებელი, გამოხატავს ზაკის რეაქციას, რომელიც დაფუძნებულია სირცხვილის და დანაშაულის გრძნობაზე. როგორც ფილმში გვეუბნებიან, ბავშვები მოულოდნელად იკარგებიან ღამის 2 საათსა და 17 წუთზე, რაც თავისთავად ცხადია ტრევორის უცაბად დაკარგვაზე მიგვითითებს. როგორც გამოძიებამ დაადგინა, ტრევორიც დაახლოებით ღამის 2 საათსა და 30 წუთზე გარდაიცვალა. როგორც ხედავთ, დროებითაც ძალიან ახლოს არის ერთმანეთთან ეს ორი მოვლენა. როდესაც ჩვენთვის ძალიან ახლობელ ადამიანს კარგავთ დანაშაულის და სირცხვილის გრძნობა გარდაუვალია. სწორედ ამ დროს გვახსენდება ყველაფერი, რაც წარსულში მის მიმართ ჩავიდინეთ და სწორედ აქ იღვიძებს დანაშაულის გრძნობა. მიუხედავად იმისა, რომ ჯასტინს არაფერი საერთო არ აქვს ბავშვების გაუჩინარებასთან, ის მაინც დამნაშავედ გრძნობს თავს და ამ ტკივილის განეიტრალებას სწორედ რომ ალკოჰოლით ცდილობს. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ზაკ გრეგერის დამოკიდებულებას ალკოჰოლთან მის წარსულში. აქედან გამომდინარე ჯასტინის პერსონაჟი ზაკის დანაშაულის და სინდისის ხმა. არჩერი, რომელსაც ჯოშ ბროლინი ასრულებს, ბრალდების და გადაბრალების სიმბოლიზაცია. ამაზე მეტყველებს თავად არჩერის სიზმარი ფილმში, როდესაც იგი ცდილობს დაკარგული შვილი იპოვოს, თავისი ეზოდან გარბის და ბევრ სივლის თუ ცოტას ისევ თავის სახლთან მიდის და თავის საძინებელში პოულობს დაკარგულ ბიჭუნას. ესეც ერთგვარად გვანიშნებს, რომ როდესაც ერთ თითს სხვისკენ ვიშვერთ, დანარჩენ 3 თითს საკუთარ თავს უმისნებთ.
არჩერი განრისხებულია მომხდარის გამო, რა თქმა უნდა, ის საკუთარ თავს ადანაშაულებს ბავშვის დაკარგვაში, მაგრამ იმისათვის, რომ ეს ტკივილი შეიმსუბუქოს, ყველაფრის გადაბრალებას ცდილობს ჯასტინის პერსონაჟზე, მასწავლებელზე, რომელიც მის დაკარგულ შვილს ასწავლიდა. ასე დანაშაულის გრძნობას ირიდებს და სხვა საკისრებს პასუხისმგებლობას. თუ დააკვირდებით, არჩერის შვილი, რომელიც ფილმის მთავარი პერსონაჟი ბავშვის, ალექსის კლასელია, მუდმივად ჩაგრავს მას. შესაძლოა, რომ თავად არჩერის პერსონაჟი გამოხატულია როგორც აგრესიული და მოძალადე მამა, რაც ასევე როგორც გითხარით რეჟისორის წარსულს და მის ალკოჰოლიკ მამას უკავშირდება. ძალიან საინტერესოა და ალბათ ვინც ფილმი ნახეთ, გაგიჩნდება შეკითხვა თუ რისი გამოხატულება იყო არჩერის სიზმარში სახლის თავზე გამოსახული ავტომატი, რომელსაც Z ქონა წარწერა 2 და 17. ნუ ცხადია ეს დრო ბავშვების დაკარგვის დროზე მიგვითითებს, თუმცა ვფიქრობ, რომ ავტომატის სიზმარში გამოცხადება, თანაც არჩერის სიზმარში პირდაპირ ნიშნავს მისი ხასიათის და აგრესიული, ბრალმდებული ბუნების დემონსტრაციას ფილმში. არჩერი მზად არის ნებისმიერს დაუპირისპირდეს და ყველაფერი მოიმოქმედოს, რომ დაკარგული შვილი იპოვოს. ამ პერსონაჟის სახელიც კი არჩერი, რომელიც ინგლისურად მშვილდოსნას ნიშნავს, ამ ემოციის გამოხატულება. მშვილდოსნებს მუდმივად სხვისი მიმართულებით აქვთ მიშვერილი ისარი და ცდილობენ ყოველთვის სხვა ამოიღონ მიზანში. პოლის პერსონაჟი თავის მხრივ გამოხატავს წაგების და დანებების სტადიას ადამიანის ცხოვრებაში, რომელმაც დანაკარგი განიცადა. როდესაც ვიღაცას ვკარგავთ, გვაქვს შეგრძნება, რომ არაფერს აზრი აღარ აქვს ცხოვრებაში, ვგრძნობ ციცარიელეს, აბსოლუტურ ციცარიელეს და არარაობის განცდა გვეუფლება. აღარ ვიცით რა გავაკეთოთ ცხოვრებაში და საერთოდ გვაქვს თუ არა მიზანი. პოლი, რომელიც შეუმდგარი პოლიციელია, სწორედ ამ ემოციის გამოხატულებაა ზაკ კრეგერის ცხოვრებაში. პოლსაც ანალოგიურად პრობლემები აქვს ალკოჰოლთან, ვერ ალაგებს პირად ურთიერთობებს, მეუღლეს ღალატობს ქალთან, რომელთანაც წარსულში დაუსრულებელი ურთიერთობა აკავშირებდა და მოკლედ რომ ვთქვათ, არ იცის თუ რა მიმართულებით უნდა წაიყვანოს თავისი პირადი ცხოვრება. ეს ემოცია გარდაუვალია მაშინ, როდესაც ადამიანი მძიმე ემოციურ შოკს იღებს და მისთვის ყველაფერი ერთფეროვანი, მოსაწყენი და გამაღიზიანებელი ხდება. ჯეიმსი, რომელიც ნარკოტიკებზე დამოკიდებული ახალგაზრდაა, შეგვიძლია აღვიქვათ როგორც სულიერი კარანტინის, თვითიზოლაციის მაგალითი, რაც ასევე ერთ-ერთი სტატიაა, როდესაც პიროვნება სხვა ადამიანის დაღუპვით გამოწეულ ტკივილს უმკლავდება. ზოგადად ამ ფილმის ლაითმოტივს წარმოადგენს ასევე ინფექციების გადადების საშიშროება თანამედროვე სამყაროში და როგორც ფილმი მეტაფორულად გვიჩვენებს, მთავარი პერსონაჟები ერთმანეთის მიყოლებით ბრჭყალებში ინფიცირდებიან და ჩადიან მკვლელობებს. ამ გადამდებ დაავადებებზე არაერთი ისტერეგია ფილმში. მაგალითად, ინფორმაცია გონების მაკონტროლებელ პარაზიტებზე მარკუსის ტელევიზორში, ჯასტინის გაკვეთილი ინფექციების თემაზე, პოლის შიშები, რომ იგი ნარკომანი ჯეიმსის ნემსის ნაჩხლეტიდან შიდს აიკიდებს და ასე შემდეგ. მოდი ახლა ცოტა ვისაუბროთ ფილმის ბოროტმოქმედზე, გლატუსზე, ასევე მარკუსზე, ალექსზე და ფილმის დასასრულზე. გლატუსი ალბათ ამ ფილმის ერთ-ერთი საუკეთესო და ყველაზე ქარიზმატული პერსონაჟია. სხვათა შორის, როგორც ვიცი, გლატუსზე უკვე დაანონსდა პრიკველი, არ მახსოვს ფილმი თუ სერიალი, რომელიც ამ მოვლენებამდე განვითარებულ სიუჟეტზე მოგვიყვება და გლატუსის პერსონაჟს უფრო ღრმად ჩაშლის. გლატუსი განასახიერებს პირდაპირ ჯოჯოხეთიდან მოვლენილ დემონს, რომელიც სხვადასხვა ადამიანების ცხოვრებაში სრულიად მოულოდნელად და დაუგეგმავად ჩნდება. იგი ამ 6-ვე პერსონაჟის ცხოვრებასთან იკვეთება, რომელთა პერსპექტივაზეც დაფუძნებულია ფილმი. და რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, მათ ცხოვრებაში მხოლოდ სიკვდილი და ნგრევა შემოაქვს. გლატუსთან დააქვს პატარა ზარი, რომელსაც Z გამოსახული აქვს ციფრი 6 და პატარა სამკუთხედი. ნუ 6-იანი გასაგებია, რომ განასახიერებს როგორც სატანის ნიშანს, აგრეთვე ამ ფილმში გამოჩენილ 6 ძირითად პერსონაჟს, რომლის ირგვლივაც ხდება ყველაფერი, მაგრამ რა არის ეს პატარა სამკუთხედი? ბევრი ვეძიე თუ ცოტა, მივაკვლიე, რომ წრეში ჩასმული სამკუთხედი, რომელსაც აგრეთვე ფილმის გამხსნელ ტიტრებში ვხედავთ, სწორედ ალკოჰოლიზმის სიმბოლოს გამოხატულებაა. ახლა ხვდებით ხომ, რეჟისორის წარსულ ცხოვრებას რამხელა მნიშვნელობა ჰქონია ფილმისთვის, მის დამოკიდებულებას ალკოჰოლთან. არ გაინტერესებთ, საიდან წამოვიდა ბავშვების ხელების განლაგების ინსპირაცია. როგორც ვნახეთ ფილმში, დაკარგული ბავშვები სახლებს სირბილით ტოვებენ გაშლილი ხელებით. როგორც მოვიძიე, ამ ჟესტის ინსპირაცია 1972 წელს ვიეტნამის ომში გადაღებული ფოტოსურათი გახდა. ფოტოზე ხედავთ გოგონას, რომელმაც სამხრეთ ვიეტნამის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებული შეტევის შედეგად ზურგზე უმძიმესი დამწვრობა მიიღო და გარბის რათა თავს უშველოს. ეს ფოტოსურათი იმ დროს ომის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე გამოხატულებად იქცა და მასზე გამოსახულ გოგონას ნაპალმის გოგონას სახელი ეწოდა.
მარკუსის პერსონაჟი არის მსხვერპლის სიმბოლიზაცია. როდესაც ჩვენ რაიმეთის შეპყრობილები ვხდებით, თუნდაც კონკრეტული იდეით, არ არის აუცილებელი, რომ ეს დამოკიდებულება ფიზიკური იყოს, მენტალური შეპყრობის და დამოკიდებულების დროსაც ჩვენ ირაციონალურად ვიწყებთ აზროვნებას და მიზნის მისაღწევად ვწირავთ მათაც კი, ვინც გვიყვარს. ამის სიმბოლო კი მარკუსის მიერ მისი მეგობრის მკვლელობა იყო. მაშინ, როდესაც გლატუსი მარკუსზე ჯადოთის ემოქმედებს, მარკუსი თავის მეგობარს სასტიკად კლავს, რაც მსხვერპლის გაღების მაგალითად შეგვიძლია მივიჩნიოთ. უფრო მეტიც, მარკუსი თავადაც მსხვერპლია. ფილმის დასაწყისში ის ძალიან ადეკვატური, მონდომებული და ჭკვიანი გამომძიებელია. ფილმის მსვლელობასთან ერთად კი ბოროტი ძალების ემოქმედებით იარაღად იქცევა, რომელიც თავის უახლოეს მეგობარს კლავს. ხო, მე მგონი იმის ახსნა აღარც დამჭირდება თუ რატომ ქვია ფილმს იარაღები. და ბოლოს ალექსის პერსონაჟი, რომელზეც თავად რეჟისორმა ისაუბრა, რომ ფილმის ბოლო ნაწილი და უშუალოდ ალექსი წმინდა წყლის ავტობიოგრაფიული ჩანართია. არ მინდა სპოილერებში ძალიან ღრმად ჩავეშვა, ამიტომაც ზედაპირულად გეტყვით მხოლოდ ამას, დანარჩენი უკვე ფილმის ნახვის შემდგომ შეგიძლიათ თქვენ თავად გამოიტანოთ დასკვნები, თუ რისი გამოხატულებაა ეს პერსონაჟი. რადგანაც უკვე ზაკ კრეგერის ბიოგრაფიას ასე თუ ისე და ინსპირაციას ასე თუ ისე კარგად იცნობთ, ვფიქრობ, რომ არ გაგიჭირდებათ. დანარჩენზე აუცილებლად გელოდებით კომენტარებში, ორი აზრი არ არის, რომ ძალიან საინტერესო და სიმბოლოებით დახუნძლულ ფილმთან გვაქვს საქმე, ამიტომ თქვენი მოსაზრებებიც ათმაგად მნიშვნელოვანია ჩემთვის. მე დღეს ამით დაგემშვიდობებით, გელოდებით კომენტარებში, ჩვენ კი შევხვდებით მომდევნო ვიდეოში ახალი იდეებით სულ მალე დროებით. Are you watching? Are you watching? Are you watching?